გერმანიის ელჩი საქართველოში პიტერ ფიშერი სამოქალაქო და აკადემიური საზოგადოების წარმომადგენლების მიერ გერმანიის მიმართ მადლიერებისა და ელჩისადმი სოლიდარობის ნიშნად შექმნილ პეტიციას გამოეხმაურა და იდეის ავტორების მიმართ თავადაც მადლიერება გამოხატა. ფიშერის თქმით, პეტიციის ტექსტი ნათლად ასახავს თუ რამდენს მიაღწია საქართველომ და გერმანიამ ბოლო 30 წლის განმავლობაში. როგორც ელჩმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, საერთო ხედვისკენ მნიშვნელოვანი პროგრესია, რომელიც მიღწევების დაცვასა და ერთად წინსვლის გაგრძელებას გულისხმობს. საქართველოს სამოქალაქო და აკადემიური საზოგადოების წარმომადგენლების მიერ შექმნილ პეტიციაში ნათქვამია, რომ ბოლო დროს ქართული ოცნების მხრიდან გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის მიმართ საჯარო თავდასხმებს შეშფოთებით აკვირდებიან. მათი თქმით, გერმანია საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია და ძნელად მოიძებნება საქართველოს მოქალაქე, რომელიც ამ ქვეყნის მხარდაჭერას არ გრძნობს. პეტიციის ავტორები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ დაიცვას დიპლომატიური პროტოკოლის შეწყვიტოს უცხოელი დიპლომატების წინააღმდეგ მიმართული თავდასხმები და საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ განვითარებაში გერმანიის ფასდაუდებელი წვლილი აღიაროს.